ვიწყებთ გიორგი მელაშვილთან. ბატონო გიორგი, საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის, მადლობა რომ უპასუხებთ ჩვენ შეკითხვებს. იმედი მაქვს, კარგად გესმით ჩემი ხმა. საღამომშვიდობის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის, კარგად მესმის თქვენი ხმა. ბატონო გიორგი, ცნობილია რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები ბოლო დროს კრიტიკით გამოირჩეოდა მწვავე ჩანაწერებითაც და ამ მიმართულებით სიახლე არაფერია, თუმცა რითია განსხვავებული, გამორჩეული, გუშინ მიღებული დოკუმენტი, რა არის მაშინ მნიშვნელოვანი? დავიწყოთ ცოტა უფრო ზოგადი შეფასებით და შემდეგ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. დავიწყოთ მაშინ ცოტა კიდევ უფრო შორიდან. ევროპარლამენტი არის ორგანო, რომელიც შედგება პოლიტიკური ოჯახებისგან. ევროპის ყველა პოლიტიკური პარტია, ყოველ შემთხვევაში მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ამა თუ იმ პოლიტიკური ოჯახის წევრი და შესაბამისად ეს რეზოლუციები არის ამ პოლიტიკური ოჯახების ხედვის ნაწილი. ქართული ოცნება მისი დაარსების დღიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ევროპელი სოციალისტების ბანაკის წევრი ამ პოლიტიკური ოჯახის, თუმცა მათ დატოვეს ეს პოლიტიკური ოჯახი ერთი დღით ადრე, სანამ აპირებდნენ მათ გარიცხვას რუსული კანონის მიღების გამო. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ დაკარგა მთავარი საყრდენი, მთავარი მხარდამჭერი, რომელიც მათ ყავდათ ევროპაში, ევროკავშირის დონეზე და რომელსაც თავისუფლად შეეძლო ასეთი რეზოლუციების ყოველ შემთხვევაში შერბილება ან ქართული ოცნებისთვის უფრო ნორმალურ კალაპოტში მათი გადაყვანა. ეს არ მომხდარა, ანუ ქართულმა ოცნებამ თავად თქვა უარი ამ პოლიტიკურ ოჯახთან სიახლოვეზე. დღეს მათი უახლოესი მოკავშირე არის ორბანის პოლიტიკური ოჯახი და სუვერენულ ერთა ევროპა. სუვერენულ ერთა ევროპა საერთოდ ძალიან პრობლემური პოლიტიკური ოჯახი არის, იმიტომ რომ ისინი ღიად არიან პრო-პუტინისტური, პრო-კრემლისტური, ეს არის პარტია AfD, ალტერნატივა გერმანიისთვის არის ამ პოლიტიკური ოჯახის ბირთვი და ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც გააგზავნა დამკვირვებლები აი ფსევდო არჩევნებზე, რომელიც ჩვენ ნახეთ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებზე. ანუ სხვა ყველაფერთან ერთად ქართული ოცნების ერთადერთი ლამის მხარდამჭერი ევროპარლამენტში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ირიბად აღიარებს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აი ამ ფსევდო დამოუკიდებლობას. ასე რომ ამ მხრივ სრულიად გასაგები არის, რატომ ხდება ევროპარლამენტის რეზოლუციები სულ უფრო და უფრო მკაცრი, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ყავთ საკუთარი პოლიტიკური ოჯახი. ლეილო მაგალითად არის ევროპის ალდეს კავშირის წევრი, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობა IPP-ის და ასე შემდეგ. ანუ ყველა პოლიტიკურ პარტიას ლამის საქართველოში ყავს საკუთარი პოლიტიკური ოჯახი ევროპულ დონეზე, გარდა ქართული ოცნებისა, რომელმაც თავად უარი. ბატონო გიორგი, უნდა დავუბრუნდეთ, მადლობა ამ შესწავლისთვის, უნდა დავუბრუნდეთ ამ რეზოლუციას. დოკუმენტი ამჯერად იყო გამორჩეულად კრიტიკული, მკაფიო, პირდაპირ ჩანაწერებს შეიცავდა და ხისტი ტერმინოლოგიით იყო წარმოდგენილი საქართველოს შესახებ, ხო? თვითგამოცხადებული ხელისუფლება, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ქართული ოცნების რეჟიმი. აი პირველად იყო მაგალითად ასეთი ფორმულირება. რაზე მიუთითებს ეს და რატომ არის ეს საყურადღებო საქართველოსთვის? თქვენ სწორად აღნიშნეთ ამ ორ კომპონენტზე, მე დავამატებდი კიდევ ერთ მუხლს, ეს არის SWIFT-ი. ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი არის. კი ბატონო, ამაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება, ამიტომ ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, თუ შეიძლება. კი ბატონო. სრულიად გასაგები არის, იმიტომ რომ წინა დროის განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ არსებობდა ევროპულ დონეზე, ეს მე მგონი არახალი არის, თავიდან ყველამ ძალიან კარგად იცოდა და ამან ზუსტად იპოვა ასახვა ამ რეზოლუციაში. საბოლოო ჯამში მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროკავშირს, ეს არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა დაახლოება ყველაზე ანტიევროპულ ძალებთან თავად ევროკავშირის შიგნით. რასაც დაემატა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების მთელი კასკადი, რუსული კანონი, გარუსებული ფარა, უამრავი სხვადასხვა ცვლილება, მათ შორის დამკვირვებლებისთვის გართულება საარჩევნო პროცესზე დაკვირვების და ამ ყველაფრის კონტექსტში ევროპარლამენტი ძალიან სამართლიანად აღნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო არის მკვეთრად გაუარესებული
და მთელი ეს რეზოლუცია, ყველა ის ტერმინი, რომელიც აქ არის ნახსენები, მიზნად ისახავს აი ამ ძალიან კონკრეტული გზავნილის. კი ბატონო, აი თქვენი შეფასება როგორია? რამდენად რეალისტურად ასახავს? იმიტომ რომ ჩვენ და საზოგადოებამ ნახა შეფასებები, ცხადია ქართული ოცნების მხრიდან, ნეგატიურ კონტექსტში თავისთავად არც არის ეს გასაკვირი. თქვენ როგორ შეაფასებთ? რამდენად სწორია, რამდენად სწორად აირეკლა რეზოლუციამ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რამდენად სწორია სახელდება, ტერმინები, აი პროცესის აღწერა? ჩვენ გვაქვს პროცესი, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურობის და ლეგიტიმაციის საკითხის გაყენება არის სრულიად ვალიდური საერთაშორისო სამართლის კუთხით, ან თუნდაც საერთაშორისო არსებული პრაქტიკებიდან გამომდინარე. ამას ემატება ის, რომ ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის საქართველოში რა ხდება, ეს არ არის რაღაცა ჰაერიდან მოტანილი ფაქტები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია სრულიად ადეკვატურად ასახავს იმ პოლიტიკურ მდგომარეობას და პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება. ანუ ერთის მხრივ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ჩაეხსნას დასავლურ სამყაროს ფაქტობრივად. მეორეს მხრივ იყო ძალიან საბაზისო ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც წამოაყენა შეერთებულმა შტატებმა, იმისთვის რომ შეერთებულ შტატებთან გაუმჯობესებული ურთიერთობები და ამაზეც იყო უარი გამოცხადებული. ანუ ჩვენ აქ გვაქვს უფრო ფართო კონტექსტთან შეხება, ვიდრე მხოლოდ საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენები. ანუ ქართული ოცნება არ აღიქმება როგორც დასავლეთისკენ მიმავალი ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, ყველა ის მთელი სიმკაცრე, რომელიც ისმის ევროპარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან სწორად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ. კი ბატონო, ბატონ გიორგი, აი ერთ ჩანაწერს მინდა ერთ საკითხს მივაპყრო თქვენი ყურადღება, ევროპარლამენტმა არ გაიზიარა ქართული ოცნების მხარდამჭერი სუვერენულ ერთა ევროპის პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული შესწორება, რომლითაც ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აი გითხარით უფრო მეტი ამ ინიციატივის არსზეც, რაობაზე და რას შეცვლიდა რეზოლუციაში ჩანაწერის ჩაწერის შემთხვევაში ეს საქართველოსთვის? სუვერენული ერების ევროპაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის პროპუტინისტური, პრორუსული პოლიტიკური პარტია, რომელთანაც ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად გამონახა საერთო ენა, არ ვიცი, ეს სრულიად საზიანოდ არის საქართველოს საგარეო პოლიტიკური იმიჯისთვის, იმიტომ რომ ვინც მეგობრობს ორბანთან და ვინც მეგობრობს AfD-სთან, ევროპაში საერთოდ ექსკომუნიცირებულია ფაქტობრივად. ამ პოლიტიკური ოჯახის მიზანი, ამ პოლიტიკური ოჯახის სურვილი, საერთოდ მე თუ მკითხავთ არის ევროკავშირის დაშლა, მაგრამ ჩვენ კონტექსტში ისინი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას. ანუ მათ არ უნდათ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის და ზოგადად ევროპული ძირითადი პოლიტიკური ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას. ევროპის და პარალელურად ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფი. ამაში არის მთავარი პრობლემა და ამაში არის ზუსტად ის ოქსიმორონი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ გააღრმავოს ურთიერთობები იმ პოლიტიკურ ძალებთან ევროკავშირში, რომლებსაც სურთ საქართველოს გაწევრიანება და რომლებიც მზად არიან მოგვეხმარონ ამ გზაზე, EPP, ევროპის სოციალისტური კავშირი, ALDE, ECR, ბოლო-ბოლო, რომელიც საკმაოდ კონსერვატიული პოლიტიკური ძალა არის, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მაგალითად არის ECR-ის წევრი. არა, მათ აირჩიეს ორბანი და მათ აირჩიეს AfD. ამაში არის ზუსტად პრობლემა და ამაში ხედავენ აი ამ ოქსიმორონს ჩვენი ევროპელი პარტნიორები. კი ბატონო, ორი ხელშესახები რისკის წინაშე დგას დღეს საქართველო, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე და SWIFT-დან საქართველოს ჩახსნა. ნუ ფინანსური მხარდაჭერის უამრავი პროექტის დახურვის გადაწყვეტილებები ცალკე თემაა და დიდი თემაა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ამ ორზე განსაკუთრებით მინდა შევთავაზოთ თქვენი ანალიზი ჩვენს აუდიტორიას, რას მოუტანს ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და SWIFT-დან ჩახსნა და თქვენ გაქვთ თუ არა ასეთი საბოლოოდ უარყოფითი გადაწყვეტილების მოლოდინი, აი პროცესები, როგორი ანალიზის გაკეთების საშუალებას გაძლევთ? ეს გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის, არც SWIFT-თან დაკავშირებით, არც ვიზა ლიბერალიზაციასთან. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არის გაცილებით უფრო მარტივი, რადგან ამას არ ჭირდება ევროკავშირის შიგნით კონსენსუსი, ამას ჭირდება უბრალოდ უმრავლესობა. გარდა ამისა, ევროკავშირმა ამას დაამატა იმ მიზეზებს, რომელთა გამოც შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს ან შეწყდეს, დაემატა ადამიანის უფლებების ფართო დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა თბილისში ბოლო პერიოდში დარბევებთან დაკავშირებით, ასევე ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო პაკეტების გათვალისწინებით, ევროკავშირს აქვს სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს ეს ცვლილებები და ის მოვლენები, რაც ადგილი ჰქონდა იმისთვის, რომ შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ევროკავშირი აქამდე ყველაფერს აკეთებდა, რომ მაქსიმალურად აერიდებინა ქართველი ხალხის დასჯა იმისთვის, რაც აკეთებს ქართული ოცნება. ანუ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ აქამდე სანქციები იყო უფრო მიზნობრივი, ეს იყო უფრო ეროვნული დონის სანქციები, რადგან ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესება უფრო რთული არის, ვიდრე ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. სანქციების დაწესება სჭირდება კონსენსუსი, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სჭირდება მარტივი უმრავლესობა. ამას ემატება უკვე ახალი თემა, ეს არის SWIFT-ი, რომელიც ასევე საკმაოდ რთული საკითხი არის და SWIFT-დან საქართველოს გათიშვა ეს არის ჩვენი მოწყვეტა ყველა დასავლური ფინანსური ინსტრუმენტისგან. ეს იქნება ეკონომისტები ამაზე ალბათ უკეთესად ისაუბრებენ, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენი თლიანად ფინანსური სექტორისთვის. კი ბატონო, ბატონ გიორგი, კიდევ ორი კითხვა თუ შეიძლება მოვასწროთ, აი რეზოლუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული შესწორება ოპოზიციას მოუწოდებდა გამოეყენებინა ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ, ასეთი ფორმულირება იყო, საბოლოოდ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და შემდეგ არის მახასიათებლებიც კონკრეტულად გაწერილი. როგორ ფიქრობთ, დღეს ოპოზიციაში არის რესურსი საერთო ენის გამონახვის შეჯერების პოზიციებისა რომელიმე გადაწყვეტილებასთან მიმართულებით, როგორც არჩევნებში მონაწილეობის, ასევე არჩევნებზე უარის თქმის გადაწყვეტილებასთან ერთობა რამდენად წარმოგიდგენიათ? თუ ჩვენ ამ საკითხს შევხედავთ სუფთა პოლიტექნოლოგიურად და პოლიტიკური თეორიიდან გამომდინარე, არსებულ ვითარებაში ოპოზიციისთვის წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა ეს არის გარკვეულ ერთობაზე შეთანხმება. ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს რა გადაწყვეტილებაზე შეთანხმდება ოპოზიცია, შეიძლება იყოს როგორც მონაწილეობა, ასევე არ მონაწილეობა, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანი არის რომ მოხდეს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. აი ამ ერთიანი სტრატეგიის შეუმუშავებლობას ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ციხეშიც კი აღმოჩნდნენ ბოლო დროს, მაინც ეს სტრატეგიული ერთობა სამწუხაროდ მიუღწევადი ხდება და რჩება მთელი ამ ბოლო დროის განმავლობაში. თუ ოპოზიცია შეჯერდება რამე სტრატეგიაზე ერთიანად და ერთობლივად, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათი წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ან გაერთიანებაზე ერთ პოლიტიკურ ძალად, საერთო ნომერზე და ასე შემდეგ. საუბარი არის საერთო სტრატეგიაზე, რომელსაც გაყვება ყველა ძირითადი მოთამაშე, ვისაც გააჩნია ელექტორალური რესურსი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ფინანსური და სტრუქტურული რესურსი. აქ ჩვეულებრივი მათემატიკა, მარტივი არითმეტიკა და საბაზისო პოლიტიკური, ტექნოლოგიების ცოდნა მეტყველებს უბრალოდ. ანუ თუ ოპოზიციას უნდა წარმატების მიღწევა, გაერთიანებას აქვს გაცილებით უფრო მეტი შანსი წარმატების, ვიდრე იმ ქაოსს, რომელსაც ეხლა ვაკვირდებით. კი ბატონო და ბოლო კითხვა იქნება ჩემი ასეთი, რა თქმა უნდა ისევ მასშტაბებს გავზრდით, საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში, მომდევნო სამშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე. რას ელოდებით ამ შეხვედრისგან? მაშინ, როდესაც ესეთი კრიტიკული რეზოლუცია არის მიღებული. აი, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილებები? აი, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა? საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ბევრი პროცესი მიდის ევროკავშირში. პირველი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა აღარ არის პოლონეთი, თავმჯდომარე გახდა დანია და დანიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად უკვე დაასახელა უნგრეთთან ურთიერთობების გადახედვა და სრულიად შესაძლებელი არის რომ გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ამოქმედდება უნგრეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის პროცედურა. ამ შემთხვევაში ევროკავშირის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მკვეთრად გაიზრდება.
ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, თუმცა განამდვილებით ვიცით, რომ განხილვა იქნება. მინისტრებს მაგიდაზე ედებათ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციის აღსრულება მათთვის სავალდებულო არ არის, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა რეზოლუციებში ასახული საკითხების უდიდესი ნაწილი უკვე არის აღსრულებული ევროკავშირის მიერ. კი ბატონო, დიდი მადლობა. არის ერთგვარი ჩარჩო, რომლის ირგვლივაც შემდეგ ევროკავშირი მოქმედებს. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის, მადლობა რომ უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს და გემშვიდობებით. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი.